პირადად მე მოქმედ მთავრობის თავმჯდომარეს გადავეცე ეს პროექტი. ეს პროექტები, რომელიც 2013 წელს უნდა დაწყებულიყო და მართლაც 2-4 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. ეს პროექტები ყველა უნდა განხორციელდეს. ეს პროექტები მოიტანს რას? პირდაპირ გეტყვით, 2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სამუშაო ადგილების შექმნა. სადღაც მინიმუმს გეუბნებით 15,000 სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა ამ პროექტების განხორციელებით. არაორდინარულად გაიხსნა დღევანდელი მუზეუმი შიგნიდან გარეთ გაიჭრა ლენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ეს არის მუზეუმი, სადაც ექსპონატები კი არ უნდა დაემატოს, არამედ პირიქით ექსპონატები უნდა გამოვიდეს გარეთ და იქცეს რეალურად. პროექტების ძირითადი ნაწილის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა არ ჭირდებოდა. ამას ჭირდებოდა უბრალოდ ინვესტორებთან ნორმალური დალაპარაკება და ნორმალური ურთიერთობა კერძო ინვესტორებთან. პრიორიტეტულ ბიუჯეტში, არც 13 წლის ბიუჯეტში დანარჩენი თანხა გათვალისწინებული არ ყოფილა. ისევე როგორც ხიდის მშენებლობისათვის და ამ წინა საარჩევნო აფერისტულ და როგორ გითხრათ, ფარსის თემებს ჩვენ კარგად ვხედავდით და მე ახლა მოსახლეობას მოუწოდებ და ვეუბნები, რომ არც სტადიონი შენდებოდა და არც პროექტი იდო ამ სტადიონს, მხოლოდ მაკეტი უდევთ სადღაც მათ კაბინეტებში, რომლის პროექტი საერთოდ არ არსებობდა.